საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ბარათაშვილის ნაწარმოებების პირველი ბეჭდური გამოცემები, თარგმანებია ხელნაწერი და ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები. მათ შორის 1839 წელს შესრულებული ბედი ქართლისაის ავტოგრაფია, რომელიც 16 თაყაიშვილმა პეტერბურგში შეიძინა. ექსკლუზიური გამოფენა არის. ყველაზე იშვიათი გამოცემები არის გამოტანილი ნიკოლოზ ბარათაშვილის როგორც ბეჭდური, ასევე ხელნაწერი. ხელნაწერ გამოცემებიდან აღსანიშნავი არის ის 16 თაყაიშვილის მიერ მოძიებული პეტერბურგში გამოცემა მისი გადაწერილი ხელით, ლექსები და ბედი ქართლისა, ასევე სხვა ხელნაწერები თვითონ ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ გადაწერილი. მზადდება ორი გამოცემა ბარათაშვილის იუბილეისადმი მიძღვნილი, ერთ-ერთი მათგანი არის ხუთენოვანი გამოცემა, ხოლო მეორე გამოცემა იქნება გერმანიაში დაბეჭდილი წიგნი, რაინერ ქირშის თარგმანები და მინდა გითხრათ, რომ ეს ორივე წიგნი გამოიფინება წელს ფრანკფურტის საერთაშორისო ბაზრობაზე.